დროისთვის საიუველირო კომპანია 10 მაღაზიას ფლობს. ყველა ფენისთვის და ყველა გემოვნების დაკმაყოფილება შეუძლია. რაც შეეხება ზარაფხანას კონკურენტულ უპირატესობებს, ეს ცალსახად არის ჩვენი საკუთარი წარმოება, ერთადერთი წარმოება საქართველოში და ყველაზე დიდი საცალო ქსელი. ზარაფხანას ჩვენი მონაცემებით უკავია ბაზრის სადღაც 9-10%. რაც შეეხება ჩვენ კონკურენტებს, ჩვენ აღვქვათ ჩვენ კონკურენტებად, ასე ვთქვათ, საიუველირო ბიზნესში არსებულ პირველ რიგში ბრენდულ მაღაზიებს, თუმცა თავისთავად გარკვეული წილი უჭირავს ეგრეთ წოდებულ ოქროს ბირჟას. თუმცა ტენდენცია იცვლება, როგორც სხვა სფეროებში მოხდა. ეს ტენდენცია გარდაუვალი არის და ნებისმიერ შემთხვევაში იზრდება, ასე ვთქვათ, მოთხოვნა ბრენდული პროდუქციის და ბრენდულ კომპანიებში სამკაულის შეძენის კუთხით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მივიღოთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა. 2008 წელს ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ექსპო უკრაინის ექსპო 2008-ში. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ზარაფხანას ბრენდის გატანას მის საქართველოს საზღვრის გარეთ, ჩვენ მუშაობთ ამ გეგმაზე და ალბათ მომავალ წელს უკვე ზარაფხანა მისაწვდომი იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, უცხოელი მომხმარებლებისთვისაც.
ზარაფხანას სუვენირებს აქვს ასევე დიდი ისტორია, რომელიც სხვადასხვა თემატიკაზეა შესრულებული. მნიშვნელოვანია საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სიძველეების თემაზე შექმნილი სუვენირები, როგორც მაგალითად ბერძი, ლომი, ირემი, თამადა, ასევე საქართველოს ღირსშესანიშნაობების მიხედვით გვაქვს საქართველოს კუთხეების მიხედვით გვაქვს სუვენირები, სვანეთი, ძველი თბილისი. სუვენირები ძირითადად ორ ლითონში სრულდება, ეს არის ვერცხლი და თითბერი. თითბერი არაძვირფასი ლითონია. ორივე სუვენირები არის იდენტური დიზაინის და მოოქროვილი და მოვერცხლი უკვე გააჩნია მომხმარებლის მხრიდან როგორი მოთხოვნილება. ამის მიხედვით ვთავაზობთ ჩვენ სუვენირებს. მაგალითად ეს ეტლი სრულდება მხოლოდ ვერცხლში. ის არის ხელით დამუშავებული, არის ფილიგრანული ნაკეთობის, ფირუზებით შემკული და მისი ფასი იმის მიუხედავად რომ 7000 ლარამდე ადის, ჩვენ დანარჩენი სუვენირები გვაქვს ხელმისაწვდომი, ასე ვთქვათ, ყველა კატეგორიისთვის. ზარაფხანას აქვს წლების მანძილზე თავის კორპორატიული დეპარტამენტი, ანუ კორპორატიული სერვისი. ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა ატრიბუტიკას კორპორატიულს. პირველ რიგში მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, სუვენირები, რომლებიც არის ძირითადად ქართულ მოტივებზე, ისტორიულ მოტივებზე, კულტურულ მოტივებზე და კინოს მოტივებზე და ასე შემდეგ, სარგებლობს ძალიან დიდი პოპულარობით კორპორატიულ სეგმენტში. ასევე ვუშვებთ სხვადასხვა ატრიბუტიკას, ჩვენ თანამშრომლობთ ძალიან მჭიდროდ სახელმწიფო სექტორთანაც, სხვადასხვა მედლები, ასე ვთქვათ, საოფისე ატრიბუტიკას ეძახიან ამას, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანია მუდმივად სწავლობს მომხმარებლის სურვილებს და ცდილობს მისი სამკაული მოდის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით იყოს შექმნილი. ზარაფხანა მომხმარებელს ექსკლუზიური შეკვეთების მომსახურეობას სთავაზობს. ძვირფას და არაძვირფას ლითონში ნებისმიერი სახის საიუველირო ნაკეთებს და სხვა სასაჩუქრე ატრიბუტიკას ექსკლუზიური შეკვეთებისა და სერვისის სამსახური მომხმარებელთან ერთად ასიარჩევს. ზარაფხანაში 2003 წლიდან ფუნქციონირებს ინდივიდუალური და კორპორატიული შეკვეთების სამსახური. ეს სამსახური შეიქმნა იქიდან გამომდინარე, ვინაიდან იყო ძალიან დიდი მოთხოვნა ინდივიდუალურად სამკაულების შექმნისა და უკვე 9 წელია ფუნქციონირებს. ვინაიდან ეს მოთხოვნა წლების განმავლობაში იზრდებოდა, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო მეორე ფილიალი გახსნა. აქედან გამომდინარე, ჩვენს ერთ-ერთ საფირმო მაღაზიაში გავხსენით სერვის ცენტრი. ინდივიდუალური შეკვეთები, რომელიც ფიზიკურ პირებს მოიცავს, იყოფა, ასე ვთქვათ, ბევრ მიმართულებად, სადაც გაერთიანებულია ინდივიდუალური შეკვეთის დიზაინის შექმნა, ესკიზის შექმნა და შემდეგ მისი სამკაულის დამზადება, ასევე საკუთარი ნედლეულით ვერცხლისა და ოქროს ნაკეთობების დამზადება. ქალებისთვის სილამაზის მთავარი ფორმულა ლამაზი სამკაულია. ის მათი თანამგზავრი საუკუნეებია არის. სუსტი სქესის საკუთარ ოცნებას აქ სულადვილად პოულობს. განსხვავებული ტიპის ფერისა და ღირებულებების პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ზარაფხანას მაღაზიებს არ აკლია. თეორი მისია ხარისხი, მიზანი მომხმარებლის ნდობის მოპოვება, მათი ინტერესების და სურვილების დაკმაყოფილება. ეს საიუველირო წარმოებლის მთავარი შტრიხებია. ეს ყველაფერი გემოვნებიანი და დახვეწილი ადამიანებისთვის შექმნეს.
ნატიფი ხელოვნების ისტორია და მომავალი ერთმანეთს უკავშირდება. დღეს ჩვენი ისტორიული გამოცდილება არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა თითოეული ჩვენი გუნდის წევრისთვის იქნება ეს ჩვეულებრივი ხელოსანი და იუველირი მწარმოებაში თუ დამთავრებული დირექტორით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დავხვეწოთ ჩვენი პროდუქცია ეს ეხება როგორც ხარისხს, ეს ეხება დიზაინს. ზარაფხანა ყოველთვის ცდილობს, რომ ესე ვთქვათ, გამოუშვოს ტრენდული პროდუქცია, რაც ესე ვთქვათ, მოდა თუ შეიძლება დაეხოს ამას საერთო სფეროში, ხო, ყოველთვის იცით, რომ იცვლება ყოველწლიურად, ისევე როგორც ხდება, ვთქვათ, ტანსაცმლის სფეროში, იგივე ხდება აქ. ასე რომ პირველ რიგში ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხარი აუღოთ და მივიტანოთ საუკეთესო პროდუქტი და სერვისი ჩვენ მოხმარებლებს. 130-ზე მეტი თანამშრომლის შექმნილი ულამაზესი ფორმების შერწყმით ზარაფხანას უნიკალური სამკაული იქმნება.
საწყისი ანუ კეთდება ერთი მოდელი, ჯერ გადის სამხატვრო საბჭოზე. სამხატვრო საბჭოზე საბჭოს წევრები იხილავენ ამ სათითაო ყველა მოდელს. ანუ მოწონთ რა თქვა შეიძლება რომ შევცვალოთ, ან დავტოვოთ, ან ფასის კატეგორია და ასე შემდეგ. ყველაფერი იხილება იქ და როგორ იქნება შემდგომ სერიულ წარმოებაში. ეს არის ფაქტიურად ფოკუს ჯგუფი. შერეული ფოკუს ჯგუფი, რომელშიც შედის ზარაფხანას წარმოადგენლები და ჩვენი მომხმარებლები. მომხმარებლები არიან სხვადასხვა შემოსავლის მქონე, აუცილებლად დემოგრაფია. ან ჩვენ პირველივე ეტაპიდან ვთავთ, ესე ვთქვათ, ჩვენ მომხმარებელს შექმნის პროცესში და გვაინტერესებს მისი აზრი და მხოლოდ ამის მერე უკვე, ასე ვთქვათ, ეს სამკაულები გადადის სხვა ეტაპზე. მინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ახალი სამკაული, რომელიც ახლა შეიქმნა და მაინტერესებს თქვენი შეფასება. მე ვთვლი, რომ ძალიან ლამაზია და საბჭოს წევრები რას იტყვიან და რას გადაწყვეტავენ ამ სამკაულთან დაკავშირებით. მოირგეთ თუ შეიძლება ბეჭედი ნახეთ აბა ძალიან დახვეწილია, ნაზია, სადა და რაღაცა ეს ბრილიანტის რაღაც მომენტი ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ რაღაც კარგად ჩანს. საღამოს აქსესუარია, იმიტომ რომ აი ნებისმიერ თქვა საღამოს კაბაზე არაჩვეულებრივად დაჯდება ეს სამკაული. თუ კლასიკურია თუ უფრო თანამედროვეა? იცი მე მგონი შერწყმულია ორივე ერთმანეთში, ანუ არის თანამედროვე სტილის და ნუ ამავდროულად არის ძალიან კლასიკურიც. გუნდური მუშაობიდან საუკეთესო შედეგამდე ეს მიზანი ზარაფხანას გამოარჩევს.